ჩვენ სიტყვებში ძალაა. ჩვენი ძალა ჩვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებაშია. ვაღიარებთ თუ არა, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ჩვენს ცხოვრებაზე. თუ გაცნობიერებულად გვინდა საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება, ჩვენ პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენ სიტყვებზე. ნათქვამი სიტყვები და ფრაზები არის ჩვენი ფიქრების გამოხატულებები. დავიწყოთ ყურის გდება იმისთვის, რასაც ვლაპარაკობთ. და თუ ვამჩნევთ მეტყველებაში სიტყვებს, რომლებიც უარყოფას ან შეზღუდვას გამოხატავს, სხვა სიტყვებით შევცვალოთ ისინი. სხვა ადამიანებთან შეხვედრისას ყური ვუგდოთ იმას, თუ რას და როგორ ლაპარაკობენ. დავფიქრდეთ, ხომ არ არის კავშირი მათ სიტყვებსა და იმას შორის, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი. და იმაზე, თუ რა კავშირი აქვს ამას ჩვენთან. სიტყვა საჭიროა, ამოვიღოთ ლექსიკიდან. ამით საკუთარ თავზე ზეწოლას ვახდენთ. ეს უნდა გავაკეთო, ის უნდა გავაკეთო, ეს უნდა გამეკეთებინა, ასე უნდა მექნა. შევცვალოთ სიტყვით მირჩევნია. მირჩევნია სამსახურში ვიარო. ეს სიტყვა ცვლის ცხოვრებას. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, არის ჩვენი არჩევანის შედეგი. კიდევ, როცა ვინმეს ვთხოვთ რაღაცას და ვეუბნებით, ნუ დაგავიწყდება, არ დაგავიწყდეს. ამის მაგივრად ვუთხრათ, დაიმახსოვრე, გთხოვ. მნიშვნელოვანია, როგორ იწყებ დილას. თუ მას ბუზღუნით და შენიშვნებით ვიწყებთ, დღეც შესაბამისი იქნება. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რაზე ვფიქრობთ ძილის წინ. შეგვიძლია ძილის წინ გადავხედოთ მთელ დღეს. დავიწყოთ ბოლო წუთებიდან და ჩავიდეთ დილამდე გაღვიძების მომენტამდე. თუ რამე უსიამოვნო იყო, შეგვიძლია ვუთხრათ, მადლობა გამოცდილებისთვის. შენ შეასრულე შენი დანიშნულება. მეტი აღარ მჭირდები. წადი. სასიამოვნო მომენტს თავისთავად მადლობა გადავუხადოთ. ამას თუ წესად გავიხდით, მალევე ვნახავთ, როგორ შეიცვლება ჩვენი განწყობა. როგორც კი ვიწყებთ ჩვენს ფიქრებზე და სიტყვებზე პასუხისმგებლობის აღებას, ჩვენ ვიძენთ ძალას, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ჩვენი გონება არ გვაკონტროლებს ჩვენ ვაკონტროლებთ მას. ჩვენ შეგვიძლია გამთავისუფლდეთ წინა ფიქრებისგან. უბრალოდ ვუთხრათ ჩვენს გონებას კონკრეტულად ის, რისი გაკეთებაც გვინდა. უნდა ვაიძულოთ იგი უარი თქვას ცუდ ფიქრებზე. არ ვებრძოლოთ, უბრალოდ ვუთხრათ, როცა გაჩნდება ნეგატიური ფიქრი, მადლობა, შენ შეასრულე შენი მისია. მე ცოტა უხეშად ვლაპარაკები, უხეში სიტყვებით, თქვენთვის როგორც კომფორტულად იქნება ისე. ანუ ასე ჩვენ არ უარყოფთ იმას, რაც არის და ამავე დროს არ უთმობთ ჩვენს ძალას ნეგატიურ ფიქრს. ბოლოს ძილის წინ შეგიძლიათ თქვათ, ჩემი სხეული ინკურნება ძილის დროს. დილით გავიღვიძებ დასვენებული მხნე და თავს მშვენივრად ვიგრძნობ. ჩვენ ვირჩევთ ჩვენს ფიქრებს. მათი არჩევა ჩვენი შინაგანი საუბრის საფუძველია.